სხვათა შორის ცხონებული კობა დავითაშვილმა გითხრა გახსოვს 40 წელი არისო პოლიტიკაში ვარო და პოლიტიკურ თემებზე და იდეოლოგიურ თემებზე თქვენს მეტი არავინ არ ლაპარაკობს და გამიკვირდა კაცო ანუ პოლიტიკაში აბა რაზე ლაპარაკობენ მეთქი საუბარი რაზე მიდის მეთქი და რა ვიცი ადგილებზე ვინ სად დადგება ვინ რას გადაინაწილებს და შემდეგ ამიტომ ჩემი აზრით თუ შენ პოლიტიკაში შემოდიხარ შენ მოწოდებით ხარ პოლიტიკოსი ასკეტური ცხოვრებით უნდა დაკავდე შენ თუ მაგზას დაადექი შენ ასკეტი უნდა იყოს შენ რაღაც სპორტში არ უნდა გაინტერესდეს ქრისტიანობაც მაგას გვასწავლის მაგრამ პოლიტიკა იმით არის განსხვავებული რომ შენ სხვაზეც პასუხისგებლობას იღებ ამიტომ ორმაგად გეკისრება შენ პასუხისგებლობა სააკაშვილი ხო ეგრე იყო რომ სუშის საჭმელად რო დადიოდა ქალაქი იკეტებოდა ვიღაცა მასაჟისტი ქალბატონი რო ჩამოიყვანა ამერიკიდან მიშას ეგონა რომ გაერთობოდა რაც ბავშვობაში დააკლდა იმ ფანტაზიებს აინაზღაურებდა ბოლოს ცუდად დაამთავრა არ არის ხალხო ეგრე პოლიტიკაში თუ მოდიხარ უნდა იფიქრო პოლიტიკაზე კონსერვატორების საქართველოსთვის